Სამი ფრანგის უჩვეულო თავგადასავალი ტურნე მსოფლიოს გარშემო, რომელსაც 5 წელი მოანდომებენ მათი აღჭურვილობა, ხოლო ზურგჩანთები და კარვებია. მოგზაურები, რომლებმაც ამინდიას კარიერა და ოჯახებით შეწირეს, უკვე 2 თვეა საქართველოში იმყოფებიან. 15 თვის წინ დაწყებული მოგზაურობა დროებით საქართველოში შეჩერდა. სტარტი საფრანგეთის ქალაქ ლიონიდან აიღეს და მას შემდეგ ფეხით 10 ქვეყანა გამოიარეს. მსოფლიო ტურის მოწყობის სურვილით ერთმანეთი ინტერნეტით იპოვეს და აღმოსავლეთ ევროპისკენ აიღეს გეზი. Sapi, then Batumi, so that we pass north, arrive here in Kedah. 32 წლის ტიერი მონტერი, 25 წლის კილიან ბლაისი და 33 წლის სილვიან ალეკი ერთმა სურვილმა გააერთიანა. მათ სურდათ რაღაც ახალი, უცნაური და საინტერესო გაეკეთებინათ. იდეა, რომელსაც კარიერა და ოჯახური ურთიერთობები ემსხვერპლა 3 წლის წინ დაიბადა. ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა, კარგი სამსახური, მეგობრები და ოჯახი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოსაწყენი იყო. მინდოდა რაღაც ახალი და უცნაური გამეკეთებინა. მსოფლიო ტურის მოწყობა მეგობრებთან ერთად, თანაც ფეხით, იყო ყველაზე კარგი რისი გაკეთება ჩვენ შევძელით. საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ, ბათუმში 1 თვე დაყვეს. დედაქალაქამდე ჩამოსვლას კი დამატებით 1 თვე მოანდომეს. დღეს თბილისის დათვალიერების ჯერი დადგა. ძველ თბილისში ფრანგებისთვის საინტერესო ბევრი რამ აღმოჩნდა. ყველაზე მეტად მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების გაცნობა მინდოდა. ძალიან საინტერესო იყო ამდენი ქვეყნის ხალხთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობა. საქართველოს სტუმარ მოყვარეობით გამოირჩევა თქვენთან ყველაზე მეტად სუფრის კულტურა, თამადამ და ჭაჭაბა. ზურგჩანთა კომპასი, კარავი, წყალი და გზადშეძენილი საკვები ეს ის აღჭურვილობაა, რომლითაც ფრანგებმა კიდევ 4 წელი უნდა იმოგზაურონ. დაახლოებით 1 თვეში საქართველოს დატოვებენ და აზერბაიჯანში გადავლენ. წინ ყაზახეთი, ჩინეთი, ავსტრალია და ეგვიპტე დარჩა გასავლელი. ხუთწლიანი გეგმა შევიმუშავეთ. აქ კიდევ ერთ თვეს გავჩერდები და მე აღმოსავლეთის მიმართულებით წავალ. სანახავი კიდევ ბევრი დაგვჭა. ცენტრალურ მაგისტრალს არასოდეს მივყვებით. გზას მთებისა და სოფლების გავლით ვიმოკლე. ხუთწლიანი მოგზაურობა საფრანგეთში, სწორედ იმ ქალაქში დასრულდება, საიდანაც 15 თვის წინ დაიწყო. ლიონი ფრანგი მოგზაურებისთვის ბოლო გაჩერება იქნება. ასე იყო დღეს მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.